სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა დღეს სამინისტროში ის 4 მოადგილე წარადგინა, რომლებთან ერთადაც მუშაობას აპირებს. უკვე ცნობილია შემადგენლობა და სავარაუდო ბიუჯეტიც. ახალი ბიუჯეტის პროექტში სპორტის სამინისტროს შარშანელთან შედარებით 12 მილიონით ნაკლები, 47 მილიონი ექნება. ხელმისაწვდომი სპორტი და სპორტი ყველა ოჯახში. ეს ახალი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის პრიორიტეტებია, რომლის შესრულებასაც ლევან ყიფიანი 4 მოადგილის დაახმარებით შეეცდება. ზურაბ აზმაიფარაშვილი, თამაზ თევზაძე, რატი ბრეგაძე და გია რაფავა. სხვადასხვა სფეროში საკმაოდ ცნობილი და ავტორიტეტული პიროვნებები დღეს ლევან ყიფიანმა სამინისტროში წარადგინა. ეს ადამიანები გახლავენ პროფესიონალები, ავტორიტეტულობა მათი საზოგადოებაში კარგად არის ცნობილი და ასევე პატიოსნება. ეს სამი ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ერთობლივად გავმართოთ სამინისტროს საქმიანობა. საერთაშორისო დიდოსტატისა და მსოფლიოს საჭადრაკო სამყაროში ცნობილი პერსონის ზურაბ აზმაიფარაშვილის განცხადებით, საქართველოში ჭადრაკი ერთ-ერთი პრიორიტეტული სპორტის სახეობა იქნება. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი და დოცენტი თამაზ თევზაძე, რომელიც მსოფლიო ხელბურთში ცნობილი პიროვნებაა და საქართველოში სპორტის ექსპერტია, ფიქრობს, რომ კლუბური სისტემის ჩამოყალიბება აუცილებელია, რადგან სპორტში მთავარი კონკურენციაა. ყიფიანის მოადგილე იქნება იურისტი რატი ბრეგაძე და ყოფილი მორაგბე გია რაფავაც, რომელიც ამ დროისთვის ბრიტანეთშია სამკურნალოდ. კანონმდებლობა აუცილებლად უნდა გადაიხედოს, იმიტომ რომ არის უამრავი პრობლემა. შესაბამისად, გვინდა ასევე რომ მოხდეს სპორტის და ახალგაზრდობის სამართლის, როგორც სამართლის დარგების განვითარება, ზოგადად ხელი შეეწყოს ამას უნივერსიტეტებში სასწავლებლად. გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ასევე მდგომარეობს იმაში, რომ თუნდაც საქართველოში ძალიან რთულია იპოვოთ იურისტი, რომელიც თქვათ შეძლებს სპორტსმენის საერთაშორისო არბიტრაჟებში წარმოადგენას. რადონის მოჭადრაკე უნდა ყოფილიყავით და როდესაც ამ თანამდებობაზე მოდიხარ, ჭადრაკი თავისთავად ხვდება იმ პრიორიტეტულ სპორტის დარგში, რომელიც საქართველოში არის და ყველა დარგი ჩემთვის იქნება აბსოლუტურად ერთნაირი. ამიტომ პრიორიტეტებს განსაზღვრავს სამინისტრო ბატონ ლევანის ხელმძღვანელობით. ბევრი სტრატეგიული მიმართულებები იქნება, როდესაც უკვე უშუალოდ კლუბურ სისტემას უნდა ხელი შეეწყოს, კლუბური სისტემის განვითარებას, რომელიც არის საფუძველი ყველაფრის, იმიტომ რომ სპორტი არის კონკურენტუნარიანი გარემოს აუცილებლობა. ლევან ყიფიანის განცხადებით, პროექტის დიდ ნაწილს, რომლის განხორციელებაც უკვე დაწყებულია, დაფინანსება არ შეუჩერდებათ. ახალი წლიდან კი სპორტის სამინისტრო ახალ მიმართულებებზე იმუშავებს. ჭიდაობის საერთაშორისო